ყოფილი თავმჯდომარის თემასაც მე ახლა უბრალოდ თავაზობთ, მართლა მოულოდნელად გაჩნდა ამის შესაძლებლობა, რომ მოვისმინოთ ნიკა გვარამიას პოზიცია ამ თემაზე, ჩვენი ტელეკომის გენერალური დირექტორი ახლა მას აქვს შესაძლებლობა რომ შემოგვიერთდეს და შეგიძლიათ მოვისმინოთ ნიკა გვარამია ხშირად ერთვება ხოლმე, როდესაც უჭირს სიუჟეტს და ჩართვებს და კი ბატონო მოვისმინოთ. მოგესალმებით, თუ ვინმეს უჭირს, მათ შორის გონებრივად არის ბატონი მდინარაძე, ფაქტია ხა ეს, რასაც ჩვენ მისგან ვისმენთ, ეს არც კვალიფიკაციაა, არც პოლიტიკური კვალიფიკაციაა და არც ანდღას უნდა უსმინო პირდაპირ ეთერში რა უნდა გავაკეთოთ. არ მისმინოთ და დატოვოთ ეთერი. არა, ეთერის დატოვება მე არ მჩვევია. თქვენ გადადიხართ ლანძღვაზე, რომ ეს ყველაფერი გადაფაროთ. აგებთ დებატებს, გაჩვენდით საკმარისად ვისმინეთ თქვენი აბსოლუტური იდიოტიზმი, ეხლა მომისმინეთ მე. თქვენ მიჩვეული ხართ. ერთი წუთი და ეხლა მომისმინეთ. დადგმებს ვინ არის? მიჩვეული ეხლა მოგასმენინებთ. ეხლა მოგასმენინებთ ვინ არის? ეხლა მოგასმენინებთ ვინ არის დადგმებს მიჩვეული. ბატონი მამუკა მდინარაძის საადვოკატო, არათუ ყველაზე ანაზღაურებადი ადვოკატი არიყავით. არავის არ გაუგია თქვენი საადვოკატო მოღვაწეობის შესახებ არაფერი საერთოდ. თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა მთელი 4 წლის განმავლობაში. ამის გამო მოხდა, ფულს იღებდა ამაში კლიენტებისგანაც და სახელმწიფოსგანაც. სუსის აგენტი იყავით, ჩვეულებრივი, მათ შორის ნინუას ადვოკატი იყო, რომელიც გაყიდეთ ჩვეულე. ეხლა მომისმინეთ ბოლომდე 1 წუთით რა. აი ხა ეს რაღაცა მომისმინეთ ბოლომდე და მე გამეცით პასუხი რა. დაბრალებები მომისმინეთ 1 წუთით და მე გამეცით პასუხი. იყავით სუსის ადვოკატი ჩვეულებრივად. ყიდიდით თქვენს კლიენტებს, რომლებიც სახელმწიფოს წინა ნინუას ადვოკატიც იყავით და ბოლომდე გაყიდეთ ის, ამაში აიღეთ ფული, ეს დაგიფასდათ და გახდით ქართველი ოცნების წარმომადგენელი. დაასრულეთ 1 წუთი და მე მომისმინეთ და გამეცით პასუხი და მეც გაგცეთ. შეიძლება ნუყვირი ხარ პირდაპირ ეთერში არ აგავთ. ამის შემდეგ ორივეს მინდა. ამის შემდეგ ჩემი მორალურ უფლებებს მე გამსვარდოთ. ძალიან თემებს ეხებთ. ეხლა და ქართველი კაცი შეეხება არ შეიძლება. მე ვისაუბროთ ვინ რა შეეხო რა. თქვენ თვითონ შეეხეთ იმას რომ ეკ თამი მივეცი ვიღაცას, ამიტომ ვერ გამაჩერებთ. ეხლა ყველა ლაპარაკობთ. არა, თამი მიეცით არ გეუბნებით. ლაპარაკობთ და ეხლა შეგეშინდათ რა. ეხლა შეგეშინდათ. მაგაში დამადანაშაულებით შიშე მე ლაპარაკობთ. თქმა უნდა თქვენ გელაპარაკებთ ეხლა შიშა რა ხარ? ყველასთვის ცნობილია. არც ადვოკატად ვარ გიხარ. არც კაცად და არც პოლიტიკოსად. პირდაპირ ეთერში გეუბნები მაგას. მე ვისაუბროთ მაგაზე. კორექტულად ვისაუბროთ ძალიან გთხოვთ. ეხლა გავაგზავნოთ. არა, ვერ ვესაუბრებ კორექტულად ადამიანს, რომელიც ამ წუთში მადანაშაულებს დაღიზიანება. ერთი წამი ეს გამოიწვია რეალობა. სიმართლე არის ძალიან რთული და მწარე. კარგი, გაჩვენდით ეხლა ესეთი შეურაცხყოფები თუ შეიძლება მე ვცდილობ რა შეეხება იმას რაზეც თქვენ ვისაუბრეთ არაფერს არ გადავიდე შეურაცხყოფაზე მიუხედავად იმისა რომ ვერც ფიქრობ რა არის ამის იქით რასაც გეუბნებით აბსოლუტურ სისულელეს როგორც იურისტი ასევე და როგორც პოლიტიკოსი აზრზე არ ახართ არც ერთ მიმართულებით პირდაპირ გეუბნებით ხა რა შეეხება დანარჩენ ჩვეულებრივად გაფუჭებული ხართ რა აი გაგაფუჭათ ბიძინა ივანიშვილმა დასაწყისშივე თქვენი კარიერის როგორც იურისტი ვერ შედეგით როგორც პოლიტიკოსი უკვე ვერ შედეგით რა შეეხება კარგი ეხლა სადამდე ვისმინოთ ეხა ეს რაღაცა ტელევიზიის დირექტორი ხარ და ჟურნალისტებად ედებთ თავ და მე ვცდილობ მაყურებელს პატივი და ასეთ რაღაცებს მიჩვეული არავინ არ არის მიუხედავად იმისა რომ თქვენ გელაპარაკებით რამდენი არ უნდა ილაპარაკოთ ეს ტელეკომპანია იმედი არ არის და თუ შეიძლება როცა სიმართლეს მოისმენთ ესეთ გამოხტომებს თავიდანვე მე გეუბნებით რამდენი არ უნდა ილაპარაკოთ ასეთი რაღაცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება თქვენ ისმენთ სიმართლეს თქვენ ამ დროს ხშირად ჩვევიათ თუ შეიძლება ერთი წამი ხშირად ჩვევიათ ხოლმე რომ თქვენ როგორ ბედავთ საერთოდ არ არის ეს სწორი მაგრამ თქვენ ვერ უნდა ბედავდეთ ესე ჩემთან გასაგებია გამოდიხარ და დინარაძეს თუ სხვას დამელოდეთ ერთი წუთი მოგასმენინებთ არის გასაგები ერთი წამი თუ შეიძლება ესეთი რაღაცა არ შეიძლება არც ერთი წამი გაჩვენდით ეხლა და მე გავაგრძელებ მაყურებლისათვის გაჩვენდით შეიძლება მე დავაკეთო რა უნდა გავაკეთო გავიგეთ გაჩვენდით თუ არ გინდათ გადით ეთერიდან არ გინდათ გადით ეთერიდან ვინ გაძალებთ კაცო პასუხის გაცემა არ გინდათ მე მათი ხოლმე ორივესთან რა ვიყოთ კორექტულები და მოგავაროთ ერთმანეთს ავტოვო ეთერი ვიკა მამაკა ძალიან არა თუ შეიძლება მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ ამ გადაცემაში და ეს არის დაბოლური იმისა ვაცალოთ ერთმანეთს ეს არის იმისი რა უნდა მამხილოთ ეხლა თქვენ ორუჯრედიანი ხართ ჩაულებრივი
ორჯერ ორი არ გესვით იურისპრუდენციაში თქვენ რა უნდა მოგდელობაა ეხა არ შეიძლება გაღიზიანებული სიმართლე თქვენი ტელევიზიის დირექტორი და მომეცი საშუალება რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსო გავაგზელოთ ეხლა რაც შეეხება ხთამის მიცემას ჯერთი ბოდო არის სრული არავითარი შეთავაზება არ ყოფილა ეს არავის არ დაუდასტურებია თქვენ დაადასტურეთ ავთენტურობა არ დავადასტურებია ბატონჩემ ესეც კი არიცით არასწორად გახსოვს ყველა არასწორად გახსოვთ თქვენ ეხლა რაც შეეხება ავთენტურობის დადასტურებას მე დავადასტურე რომ ეს არის ჩემი ჩაწერილი და ჩემი ხმა არის იქ მე არ დამიდასტურებია რომ ეს საუბარი არის ავთენტური ეს საუბარი არის დამონტაჟებული რას ნიშნავს ხმა არის ჩემი რას ნიშნავს ეს საუბარი არის დამონტაჟებული მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურასაც მე მოუყევი დეტალურად რას ეხებოდა იმ ფულზე საუბარი და ვისთან იყო ეს დაკავშირებული ეს არ იყო აბსოლუტურად მე არ ვესაუბრები მამუკა ახვლედიანს ამ დროს ვესაუბრები სხვა ადამიანს ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე ეს არის დაჭრილი საუბარი მტკიცებულებებზე რო ლაპარაკობთ რომელ მტკიცებულებებზე ლაპარაკობთ პროკურატურამ დაადასტურა ეს მტკიცებულებები თქვენ რა იცით რომ მტკიცებულებები არსებობს მამუკა ახვლედიანის საქმეში რომელი მტკიცებულება გაქვთ იმაზე ვლაპარაკობთ აი მტკიცებულება ამ რაც ვლაპარაკებ პირდაპირ ეთერში იურისტი ხარ თუ მწოველი იურისტი ხარ თუ მწოველი იურისტი ხარ თუ მწოველი დავანებოთ რათა შეძლებს დაგვარად ვითმენ და ეხა რა გავაკეთოთ ადამიანებივად ყველა არ მოითმინე ეს გინდა თქვენ რომ არ მოვითმენთ იმიტომ ვითმენ რომ მაყურებელს პატივს და ჩემ ჩვენი ოჯახის წევრებს მთელი საქართველოს მოსახლეობას ჩვენი სამშობლოს და ჩვენი თქვენ რა პასუხის გეკუთვნით არ ეკუთვნის საზოგადოებას და რა გავაკეთოთ თქვენ რა პასუხის აქ არის დაპირისპირება ინტერესების თქვენ რაც გეკუთვნით ეხლა რა შეეხება რა შეეხება ბატონი მამუკა ახვლედიანი თუმცა დიდი სურვილი აქვს ბატონი ის გითხრათ რაც გეკუთვნით მადლობთ კი გასაგებია თქვენ გაამართლეთ უკვე ის ადამიანები ვინც ილაპარაკა თქვენი ადგილი ძალიან საქმეზე ვილაპარაკოთ და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარდა ეხლა რა შეეხება კურიერი ეს ბოლოს და მართლა უადგილოა აქ ონლაინური ეხლა რა ბატონო ახვლედიანი საქმეზე ვილაპარაკოთ ბატონო ნიკო თქვენც გთხოვთ ბატონო მამუკა თქვენც გთხოვთ აცალეთ ერთმანეთს მოისმინეთ ერთმანეთის ბრალდებები და პოზიცია და გაეცეთ ერთმანეთს ახვლედიანთან ცალ-ცალკე არა დაკავშირებით საუბარი მხოლოდ ამიტომ ჩავეჭერი შეიძლება დააწყნარეთ ვერ მშვიდდება გავიგეთ ბატონო მამუკა თქვენ შეიძლება სასულელე ლაპარაკობთ ეს გავიგეთ მაგრამ უკვე იმდენი სისულელე ილაპარაკეთ აღარ გიშველით ეგ გავიგე ხამ შეურაცხყოფა ბატონი ახვლედიანი საზოგადოების პატივისცემით არ გცემთ პასუხს და ნუ გაიმეორებ გავიგეთ რომ არ გცემთ პასუხს მე მგონია რომ ვერ მცემთ გავიგე რომ საზოგადოების გამო არ მცემთ მე არ მჯერა ამის მაგრამ გავიგეთ რაც შეეხება ბატონ ახვლედიანთან დაკავშირებით არავით არის მტკიცებულება ჩემი მის მიმართ შეთავაზების არ არსებობს ერთი მეორე ძალიან მარტივია რაში ვუხდიდი ბატონ ახვლედიანს ფულს დაგისვამ შეკითხვა საკუთარი თავისთვის ის არავით არ კავშირში არ არის რუსთავი 2 საქმესთან არავით არ კავშირში რა ჩაიდინა ბატონმა აი თუ ფული აიღო ჩემგან რაში აიღო ბატონმა ახვლედიანმა ერთი წელი ატრიალებთ ამ დავასრულებ რა და მე მიპასუხეთ რა პერსონა სამწუხაროდ რაში მაინტერესებს მისი პერსონა 6 მილიონი ის რას მელაპარაკებით რაღაცა აბსურდებს რო ლაპარაკობს ეს მაინტერესებს მე ხوار გამართლდით თქვენ შემდეგ იგივე სასამართლოში გამართლდით ზუსტად შემდეგ ზუსტად იგივე სასამართლოში ანუ გვაქვს ჩვენ ამ ეჭვის საფუძველი ხო და კიდევ ორ ინსტანციაში უზენაეშიც და აპელაციაშიც კი ბატონო ეხა უკვე სასამართლო რო გამომართლა მაგაში მივეც ჩამოყალიბდით მე სხვათა შორის არ ვიცი თქვენ რაში გადაუხადეთ ახვლედიან თქვენი გამართლდით თქვენ მას ელაპარაკებოდით ამაზე ავთენტურობას ადასტურებდით და ეხა სხვანაირად ლაპარაკობთ უკვე ხო ხედავთ რომ ჩიხში შეხვედით თქვენ კიდევ უფრო მეც სისულელეში გადავხდით ხო რომ ესეთ საქციელზე ნუ გადადიხართ კიდევ უფრო მეც სისულელეში გადახვედით ჩემი გამართლება იყო 2 წლით ადრე ვიდრე ეგ საუბარი შედგებოდა მანამდე მამუკა ახვლედიანი ნანახი საუბარი შედგა ესე იგი ხო გითხარით რომ შედგა და მე ჩავწერე ეს საუბარი შედგებოდა მე ჩავწერე ეს საუბარი ბატონო მდინარაძე მე ჩავწერე ეს საუბარი ხო გითხარით რომ ეს არ არის ავთენტური საუბარი ნუ გაღიზიანდები დავასრულებ სისულელეში გადაიჭერეთ ყველაფერი ცნობილია მომავალი თუ გინდათ გქონდეთ ამ სისულელეს ნუ ლაპარაკობთ მე მესმის რომ არ შეგიძლიათ ილაპარაკოთ რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით ნუ ილაპარაკებთ ცუდი გამოცდილება კი არა მაგრამ 10 წელია უკვე
რაღაცას წარმოადგენდა და თქვენ ერთი წელია წარმოადგენდა და უკვე დაამთავრეთ. უკვე დაამთავრეთ. თორე არც თქვენი ადვოკატურა გაუგია ვინმეს. სანამ პოლიტიკაში მოხვიდოდით, არც ვერც თქვენ პოლიტიკოსობას გაიგებს, როგორც კი წახვალ პოლიტიკიდან. მოკლედ და კონკრეტულად. ეხლა ეს არის სრული სისულელე. ტელეკომპანია იმედი რამდენჯერაც მე როიცოდეთ ისე თქვენთვის. რაც უფრო მეტჯერ დაატრიალებს ტელეკომპანია იმედი, მით უფრო მეტად იცდება რომ ეს თქვენი ინტერესია და აბსურდია. მე მზად ვარ პროკურატურას ამ საქმეზე კიდე 10 ჯერ გავცე პასუხი. პროკურატურამ ერთხელ დამკითხა და დაასრულა. თქვენ რა მტკიცებულებები გვაქვს საზოგადოებას აჩვენეთ. რა მტკიცებულება გაქვს? პირველი რომ მე მივეცე ქრთამი მამუკახლედიანს და მეორე რომ მან ქრთამით შეიძინა რაღაცა ბინები. მე რა მტკიცებულებები მაქვს? მე რა მტკიცებულებები მაქვს ქრთამის ამღები მოსამართლეების შესახებ? ამას ხვალ მოგასმენინებთ პოსკრიპტუმში. ძალიან კარგად დოკუმენტირებულ სახელმწიფომ როგორ მისცა ქრთამი ერთ-ერთ მოსამართლეს. ამას ხვალ გაჩვენებთ. მაგრამ თქვენ რა მტკიცებულებები გაქვთ? რო იძახით რომ მტკიცებულებებით გამაგრებულია? ან ჩემი ქრთამის მიცემის ან მამუკახლედიანის მიერ აღებული აი რომ დაასრულებთ გაგცეთ მაგაზე პასუხი და თუ შეიძლება დაასრულებთ. დავასრულე. კარგით. ბატონო პაატა, პირველი. დიახ, ბატონო მამუკა, თუ შეიძლება თქვენი პასუხი იყოს. მე მინდა გთხოვოთ რომ ცოტა შემჭიდროებულ დროში, იმიტომ რომ თქვენმა კამათმა ძალიან ბევრი დრო წაიღო. მე იმედი მაქვს რომ მაყურებლის ყურადღებაც მიიქცია ალბათ, მაგრამ მაინც. მაყურებლის ყურადღებას მიიქცევს, ძალიან დიდი ხანი დარჩება მეხსიერებაში ქართველ მაყურებელს ის გამოხტომა ძალიან რბილად უპასუხებს. ბატონო მამუკა, ძალიან გთხოვთ საქმეზე. ეხლა მე ვთხოვთ გამოხტომა სიტყვა არ თქვა და ის სიტყვები დაგავიწყდა ზუსტად ერთი. არა, არ დამავიწყდა და ბატონო მიკასაც ვთხოვდი თუ გახსოვთ თქვენ ჩემი სიტყვა. არა, თხოვდით, მაგრამ ვერ უზრუნველყავით, ეს თქვენი პრობლემაა. ვერც თქვენ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფ როგორც ჩანს და ამის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის რომ ორივე გაგიყვანოთ ეთერიდან. ეს არ მინდა. ასე უნდა გექნათ, თხოვთ რომ საქმეზე ისაუბროთ. კარგით, ეს გამოხტომა იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის დადასტურება, რომ სიმართლე არის ძალიან მწარე. ჩვენ ვიცით ერთი სიმართლე, ამ ადამიანს, რომელიც გვარიც კი არ ვახსენე, შეგნებოთ არ მიყვარს ესე პირდაპირ ადამიანებზე შეტევის მიტანა და ამ ადამიანს აღმოაჩნდა დიდი აქტივები, დიდი ქონება, დიდი კრედიტების შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ჩემთვის მტკიცებულება და მათი კონტაქტი რო დადასტურებული იყო, ამაზე მე მგონი ამ ქვეყანაში აღარავინ დაობს. ჩვენ ვიცით წარსული გამოცდილება ბატონი გვარამიასი, ჩვენ ვიცით წარსული გამოცდილება მისი პოლიტიკური გუნდის, ჩვენ ვიცით ჩვენ შევხედეთ დღევანდელ პირდაპირ ეთერში როგორ აკეთებდა სკრინშოტებს და როგორ აჩვენებდით თქვენ მაყურებელს როგორ უნდა დაყავდეს ეს ყველაფერი. მეც მონაწილეობდი მაგაში და ჩემი იდეა იყო და ეს ყველაფერი თქვენი აზრით იმას ნიშნავს რომ რუსთავი ორი ყველაფერს აყალბებს, ხო? ეს არის ელემენტარული რის გაკეთებას თქვენ შეგიძლიათ. ბატა თუ შეიძლება ხარ თქვენც რო გადახვალთ დებატის. არა, რომ მეც მავდანაშაულებთ უკვე რაღაც გაყალბებს. ყველა შეუძლია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ყველა გამოსვლაში თუ შეიძლება ყველა გამოსვლაში ვთქვი რომ ჯერ უნდა დადასტურდეს ამ ყველაფრის ავთენტურობა ეს არის პასუხისმგებლიანი იურისტის ადამიანის ახლა რაც შეეხება ჩემს პროფესიონალიზმს და როდის გამოჩნდი და როგორი ადვოკატი ვიყავი აი ეს ვერმაითის და ამაზე პასუხს არ გავცემ და ნუ არ ჩავთვლი ღირსად არავის რომ ამაზე ვილაპარაკოთ ეს მეორე საკითხია თუმცა ამ ქვეყანაში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი გამჭვირვალე და რაც არ უნდა ასეთი შეტევები მოიტანონ რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ქართველი ახალგაზრდა კაცისათვის ამ ეთერში ჯდომა და ასე ლაპარაკი მაინც შევეცდები რადგან აქ ვარ რომ ამ მოთმინებით რაც დღეს გამოვამჟღავნე და ძალიან რთული იყო ჩემთვის და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ ამ ყველაფერს და რამდენიმე დღის წინაც შეიძლება რაც არ უნდა რთული იყოს მაინც შევეცდები რომ ჩვენი ქვეყნის ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას ასეთმა ადამიანებმა ჩრდილი ვერ მიაყენონ და ჩვენ სამშობლოში ასეთი მართლა რეტროგრადიული გადმონაშტები რომლებმაც უნდა რაღაცნაირად დაანგრიოს სისტემა თავის დროზე ძალით თავის დროზე ძალადობით შიშით შანტაჟით და დღეს უკვე მოსყიდვის მცდელობებით უკვე საინფორმაციო თავდასხმებით ეს აღარ განმეორდეს ჩვენ ცხოვრებაში და ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მიზანი ოღონდ არა მტრობით და არა რაღაცა ღვაწლით რომ მე ნიკა გვარამიამ გამლანძღა რაღაც სიტყვებით პირდაპირ ეთერში პირიქით მე ნიკა გვარამიასაც დავიცავ თუ დაჭირდება იმიტომ რომ უფლებების დამცველი ვიყავი 11 წლის განმავლობაში და აქედან გამომდინარე რაც ამნა ჩართვები აკეთოს ყველას დავიცავ და რაც არ უნდა მწარე იყოს ეს ჩემთვის მე ყოველთვის ვიქნები იქ სადაც ჩემი დღევანდელი პოზიცია და სამშობლოს სიყვარული და მოქალაქობრივი ვალი რაც არის ჩემი. აქედან გამომდინარე, მოდი ამაზე ნუღა გავაგზავნებთ ხა. პირდაპირ ეთერში ლანძღვა არ არის ჩემი სტილი და მე არ ვარ ამ სტილის ადამიანი, ეს არ შემიძლია. ამიტომ დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი და ერთი სიტყვით, ჩვენ გვექნება განვითარებული დემოკრატიული მაღალი ხარისხის დემოკრატიის გამჭვირვალე სასამართლო და ჩვენ ამას უზრუნველყოთ და ჩვენ სამშობლოში არავის მივცეთ ნამდვილად უფლებას, რომ ჩაერიონ მოსყიდვის შანტაჟით და არავის მივცეთ იმ დროის დაბრუნების უფლებას,
რაზეც ეს ადამიანები ოცნებობენ. ძალიან მე იმედი მაქვს, რომ თავისუფალი იმედის დაჩაგვრის უფლებასაც არავის არ მისცემთ. რა თქმა უნდა და თუ რაიმე ჩანაწერს გამოაქვეყნებს გვარამია თქვენა ნებისმიერი ადამიანი და ის იქნება ავთენტური, იქაც იმ ხარეს დავდგები, რაც უნდა გაგიკვირდეთ პროკურატურაც თუ დაგვაქვს პატივს და რაიმეს გამოაქვეყნებს, ბატონო მამუკა, აქედანაა წამოსული მთელი პრობლემები და არა მარტო ამ საქმეს. მე ყველა ავთენტურ მტკიცებულებას დავეყრდნობი, ყველა რეალურ ლოგიკას დავეყრდნობი და აქედან გამოვიტან დასკვნებს და შეიძლება ბევრი გავაკვირო კიდევც, რომელ მხარეს დავდგები, იმ მხარეს დავდგები, სადაც იქნება სიმართლე. ეს იცის ყველა, მათ შორის გვარამიამ. კი ბატონო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად არ ვიცი, პირდაპირ ვამბობ, ძალიან მოკლედ მაყურებელს მოდისუხდი გაცხარებისთვის, მაგრამ ნამდვილად ვერასოდეს ვერ ავიტან ჩემს მიმართ ბრალდებებს, ნებისმიერი სახის ბრალდებებს ავიტან, ოღონდ კორუფციაში მონაწილეობას ვერასოდეს ვერ ავიტან, იმიტომ რომ ეს არის ის, რასაც მთელი ცხოვრებაა ვებრძვი. განსხვავებით ბატონი დინარაძისგან, რომელსაც ნამდვილად მთელი პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არ აქვს სუფთა წარსული. მამუკა, ეს არის ჩემი დამოკიდებულება, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ნამდვილად. საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ვინ კორუფციაში გახვეული, ვინ ძალადობაში, ვინ შანტაჟში, მოსყიდვაში ხა ჩვენ ძალიან დიდი მადლობა. ორივე ძალიან დიდი მადლობა. ნიკგვარამია მამუკა დინარაძე კამათობდნენ ასე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ხელისუფლებით გაცხარებული ვიყავი და ბატონო ნიკა ცუდი ბრალდებებით მაყურებელს გენერალური დირექტორი საქართველოს, მაგრამ ალბათ დროა რომ დაგეჭირა. ბატონ დინარაძე, ჩემთვის ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ქართველი მაყურებელი, ამიტომ მადლობა, გვარამია მამუკა დინარაძე. დიდი მადლობა. დასრულებული ეს არის ჩარტები. დიდი